ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე და იმას ლაპარაკობს ბატონი მჟავანაძე, რაც ნამდვილად უნდა დაუფასდეს მას ამ შემთხვევაში და მოდით ერთად ნახოთ. აი ეს რომ ამოიკითხეთ ეს მჟავანაძე. ჩემი გვარი ისეთი გვარია, რომ წესით არ უნდა გავიწყდებოდეს. თქვენ ახართ ბატონო გიორგი მაღალი კლასის ექსპორტ მეძავი ჟურნალისტი, რომელიც სარგებლობს მომსახურებით ამა თუ იმ ძალისა. თქვენ აგიყვანეს ერთმა, ორმა, სამმა და თქვენ ახართ აი ამ მუდმივ მომსახურებაში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც გაყიდეთ ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი. მერე შემდგომში გაყიდეთ აგრეთ თქვენ სინდისი და ნამუსიც თქვენი. თქვენ ის კაცი არა ხართ 2008 წელს რუსეთზე რომ ლაპარაკობთ იმ რეზოლუციას რომ ხარი დაუჭირეთ საქართველოს რო იქნა დადანაშაულებული? ბადრისთან იყავით, ასლანასთან იყავით, სააკაშვილთან იყავით და ამიტომ ვიძახით თქვენ ხართ VIP მეძავი. ექსპორტ გოგონა, კაცი რომელიც ბუღალატა ასლან აბაშიძეს, ბადრი პატარკაციშვილს, რომელმაც გამოუგზავნა ვიდეო ფირი, რომელიც უნდა გაშვებულიყო, მამხილებელი იყო სააკაშვილის რეჟიმისა, დამალა ეს ყველაფერი ამან. ბადრის მკვლელთან დადგა მსახურებაში, როდესაც ქდმ შეუქმნა. დღეს ლაპარაკობს ეს ვაჟბატონი რუსეთზე ცუტონალობაში და რუსეთის იმას 2008 წლის რეზოლუციაზე რუსეთის გაправებას დაუჭირა მხარი. ხვალდაზექ მაგ ბუტკაზაც დაგიკეტავენ ბატონო თარგამაძე და მერე უკვე პოლიტიკური და სატელევიზიო მეძავეობიდან გადაინაცვლებთ უკვე ნამდვილ მეძავეობაზე, იმიტომ რომ რესურსი არ გექნებათ უკვე სხვა საქმიანობის თქვენ. ძალიან უხერხულია, ძალიან გიორგი, შენ თავი არ გამოგეყოფა ხალხში და არც უნდა ჩდებოდე ხა ასე მალმალე, იმიტომ რომ შენ მოგნათ რა იმ დიდმა პოეტმა რეზომ და ეს არც გეკუთვნა და ის სახელი მოგანიჭა და ხო და იცის ეს თელმა საქართველოს. რა უნდა ქნან და რა უნდა თქვან რა ინტერ როგორ გროვდებიან და როგორ ლაპარაკობენ ესე რამეს რა. სასაცილოა რა დღეს თარგამაძეზე საუბარი, მართლა ის პიროვნება, რომელიც არ ვიცი რა, ღალატის კლასიკური ნიმუშია რა, ქართულ ჟურნალისტიკაში თუ შეიძლება ასე ითქვას. ნუ ამას რა აქვს ალაპარაკი. ეხლა ბატონმა გრიშამ რო ახსენა ეს საგამოძიებო კომისია და დაბარება არ მივა. ძალიან კარგათაც მივა. როგორც დაგიბარებია ისედაც მივა. იმ ფულსაც მიატანიებენ, გადაახტევინებენ, იმასაც მივა და თავისასაც მიუძღვავენ, იმიტომ რომ მორჩენილია რა, უკვე გამოტანილია. ვერდიქტი ქართულმა ხალხმა გამოიტანა დიდი ხანია. ამას უნდა ეხლა სამართლებრივი გამართვა და სამართლებრივი ველი შექმნა და ამას გააკეთებს საგამოძიებო კომისია. თუ არ გააკეთა ეს საგამოძიებო კომისია, მაშინ ქართული ხალხი ამას უკვე გააკეთებს ბატონ გრიშა და არ მოიწევს. ხო, გააკეთე არა, აღასრულებს. ეხლა აიგზალება ნაციონალები, აიგზალება სატელევიზიო, ახალი პარტიები შემოვა და ეს ტელევიზიები წარს უჩაბარდება, ეხლა ეს თარგამაძის ბუტკის ტელევიზიები, ასევე ჩაბარდება პარტიები და უნდა მოვიდეს პატრიოტული ნორმალური ხალხი პოლიტიკა.